მოგესალმებით მეგობრებო ყველას. დღეს შევცვლით ამ ძრავ ღვედს Golf Plus-ზე 1-6-იან ძრავზე ძალიან მარტივი არის ამისი შეცვლა სხვა ძრავებთან შედარებით და ელემენტარული არის. თუმცა ყოველი შემთხვევისთვის იმ ხალხისთვის, ვისაც სჭირდება, რომ ნახოს პირველად თუ როგორ კეთდება ეს ყველაფერი და კიდევ უფრო რომ გაგიმარტივდეთ მარტივი საქმე, ამისათვის გაჩვენებთ ყველაფერს რა როგორ უნდა გავაკეთოთ. BSE არის ძრავის კოდი 1-6, როგორც თქვი. მოდით შევუდგეთ ახლა საქმეს, დავშალოთ ყველაფერი. აქეთ ამ მხარეს საბურავი მოხსენი, უნდა მოხსნათ აი ეს საფარი. ადგილი როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი გვაქვს, რადგანაც ნორმალური, ადამიანური ძრავი არის, სადაც ყველაფერს მიუდგები. დავიწყოთ ახლა შევუდგეთ საქმეს. ეხლა უფრო დეტალურად რო განახოთ, აი დაახლოებით აი ამ მომენტში რო იქნებით, აი ამ ეტაპამდე რომ მიხვალთ, მოხსნილი არის სამაგრები, ძრავის, ეს რომელიც არის თვითონ კუზაოზე, ეს რაც არის ძრავზე დამაგრებული, ძარაზე, მერე რომ არ გამომეკიდოს სიტყვებზე ძალიან ბევრი, როგორც იციან ხოლმე. ამ მანქანას ჯერ ისედაც არ აქვს ამ ძრავს ბევრი ბოლტები არსად, ამიტომ არა დიდი პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ საერთოდ ისე ჩემი რჩევა იქნება, რომ ყოველთვის აი ესე ბოლტები დავდოთ ისევ იმ ადგილას, აი ეს ჩავარჭობილი არის, როგორც ხედავთ, თავის ადგილებში ეს ყველაფერი. ერთი ეს ბოლტი უფრო გრძელია, ეს დანარჩენი ორი უფრო მოკლე არის, რომ შემდეგ არ უეძებოთ და გაგვიმარტივდეს აწყობის დროს სწრაფად გამოგვივიდეს ყველაფერი. აქ უკვე გათავისუფლებულია, მივედით იმ ეტაპზე, რომ მოხსნათ ახლა აი ეს ღვედიც ახალი გვაქვს, შემდეგ შევცვლით ამას. ამ ღვედის მოსახსნელად აი აქ კანჭს გავუკეთებთ, გადმოვწეთ, თუ გვინდა აი აქ შეგვიძლია გავჭედოთ. და უფრო თავისუფლად მოხსნით, დაყენების დროსაც უფრო თავისუფლად დავაყენებთ ღვედს. ეს ამ ღვედზე მაქვს საუბარი, რომელიც დინამოზე გადადის. აქ კი თლიანად არ არის ამის მოხსნა საჭირო, საბურავს რომ მოხსნით, ქვედა საფარს მოხსნით და შემდეგ მხოლოდ აი ამ საფარს მოხსნით ქვედა ნაწილს მარჯვენას და უკვე გამოჩნდება ეგრეთ წოდებული კალენვალის შკივი. ეხლა ამას არ შეეხოთ, ეს დიდი ამის მოხსნა არაფერში არ გჭირდებათ. უნდა მოხსნათ აი ეს 4, მას შემდეგ რაც ღვედს მოხსნით და შემდეგ მოვაძრავთ აი ამ თლიან შკივს. და უკვე შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ ამის მოხსნაზე საფარის და გამოჩნდება ჩვენი მთავარი კბილანა ამ ძრავი ღვედიც. ეს ყველაფერი გადაწეულია იქით, ბოლომდე რაღაცების მთლიანად დაშლა არ არის საჭირო. როგორც თქვი ვიდეოს დასაწყისშივე, არის ძალიან ბევრი ადგილი და მარტივად და სწრაფად შეიძლება გაკეთება.
ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ კიდევ რისი თქმაც მინდა, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგანაც მთავარი ამძრავი ღვედის შეცვლის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის და ყველაზე დიდი შეცდომა რაც შეიძლება დაუშვათ, ეს არის არასწორად გასწორებული ნიშნულები კალენვალზე და რასპრედვალზე. კალენვალზე სანამ ამ საფარს მოხსნით, მანამ დავატრიალოთ ეს შკივი და აი აქ არ ვიცი ხო ვიდეოში რამდენად ჩანს ეს, აქედან საერთოდ არ ჩანს. ზემოდან ვნახოთ. ახლა შევეცდები რომ გაჩვენოთ. აი აქ ამ საფარზე არის ჩაწეული ერთი აი ესეთი კბილანა მონიშნული. ამ შკივზეც არის აი აქ ჩაწეული. დავატრიალოთ კალენვალი, მანამ სანამ ესენი ერთმანეთს 100%-ით არ გაუსწორდება. მას შემდეგ რაც ესენი ერთმანეთს გაუსწორდება, ეს კარგია, მაგრამ იმას არ ნიშნავს 100%-ით, რომ ჩვენი პირველი ცილინდრის პორშინი არის მაღლა. და უნდა გავასწოროთ აი აქაც. აი ეს რო დაემთხვევა ზედა ქვედა, უკვე 100%-ითაა გასწორებული. როდესაც საფარს მოხსნით, საფარის მოხსნის შემდეგ ქვემოთ კალენვალზე უკვე მარკირება არ აქვს. ანუ თვითონ ამ კბილანას არ აქვს მარკირება, მარკირების გარეშეა. ამიტომ მანამდე ხო გავასწორეთ უკვე, მანამდე გასწორებული იყო სწორად იდგა საფარზე, თუ რაღაცა პრობლემა შეგექმნებათ, აიღეთ ეს საფარი, ისევ მიაფარეთ და სად იყო ეს მარკირება. აგერ. აი აქ ნახავთ რომ აი აქ აქვს მარკირება მიაფარეთ თუ თავიდან დაგჭირდებათ, მაგრამ თუ არ დაგიტრიალებიათ მას შემდეგ რაც გაასწორეთ, ყველაფერი უნდა იყოს ნორმალურად. აი აქაც ეს მარკირებაც ჩვეულებრივად ემთხვევა, აქ ცოტა გვერდულად უნდა დადგება, არ ჩანს. მანქანის ძარა თვითონ ისე არის აქ მოწყობილი, ამიტომ აიღეთ სახრახნისი, დაადეთ აი აქ ამ კბილანას ასე სწორად და ნახავთ რომ ზუსტად აი ამ ისარს ემთხვევა აქ რაც არის დატანილი ამაზე. ქვემოთაც უკვე მარკირება გავუკეთე ჩემით, რომ ვიცოდე 100%-ით თუ რა პოზიციაში არის, რომ ოდნავ რო დაგვიტრიალდეს ან რაღაც ისევ გავასწორო და დავაყენოთ თავის ადგილზე. ეხლა შეხედეთ აქ არაფერია რა აქვს ამას, ერთი ზემოდან აქვს რასპრედვალის შკივი, კალენვალის, დამჭიმი და წყლის პომპა. ეხლა მოუშვებ დამჭიმს, მოიშვებს ღვედი, მოხსნით და მორჩა. შეგვიძლია უკვე ჩავხსნათ წყლის პომპა, ჩამოუშვათ წყალი მთლიანად და ავაწყოთ ისევ ახალი ნაწილებით. და შემდეგ გავასწორებთ, რა თქმა უნდა, ისევ რომ შევადაროთ, ოდნავ ხო არ გადაიწია რაღაც ნიშნულებს.
ხვედი თავის ადგილზე არის დაყენებული. წყლის პომპას 3 10-იანი ბოლტი რაც აქვს, ამას უნდა გადაუჭიროთ 15 ნიუტონ-მეტრით. დამჭიმს უნდა გადაუჭიროთ, ამას 13-იანი აქვს. 20 ნიუტონ-მეტრით. ანუ დავიმახსოვროთ. წყლის პომპას გადავუჭერთ 15 ნიუტონ-მეტრით. დამჭიმს გადავუჭერთ 20 ნიუტონ-მეტრით. ღვედს დავაყენებთ. დამჭიმს დავაყენებთ იმ პოზიციაზე, სადაც უნდა იყოს, არ ვიცი აქ რამდენად ხედავთ, მე ვერ ვხედავ, იმედია თქვენ ხედავთ. ეს ის არის, უნდა ემთხვეოდეს აი ამ რკინას, რაც არის უკანა მხარეს, მაშინ არის ღვედი კარგად დაჭიმულ მდგომარეობაში, ასე სწორი ადგილი, სადაცაა ღვედის, უნდა შეგეძლოთ დაახლოებით აი ასე 90 გრადუსით მოტრიალება. მას შემდეგ რაც ყველაფერი დაყენებულია, ყველაფერზე გადაჭერილია, ორჯერ დავატრიალებთ კალენვალს, დაიმახსოვრეთ, მე ყოველთვის გეუბნებით ძრავთან დაკავშირებულ ყველა ვიდეოში კალენვალს ვატრიალებთ ორჯერ, რასპრედვალს ერთხელ. ეხლა ნახეთ, როდესაც მოვა რასპრედვალი თავის პოზიციაზე, აი ამ ისარს რომ გაუსწორდება, სად არის ახლა საფრაგმისით გაჩვენოთ. აი ესე შუქით უფრო გამოჩნდება ალბათ, აი ეს ისარი აგერ არის გასწორებულია ზუსტად აი ამაზე, აქ ჩაღრმავებულზე. ქვემოთაც აი იდეალურად ემთხვევა ეს შკივის ჩაღრმავებული საფარის ჭრილსაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი 100%-ით ემთხვევა. ეხლა შეგვიძლია საფარი დავაფაროთ, საფარი ყოველთვის გაწმინდეთ შიგნით ნარჩენებისგან და მტვრისგან, ზემოდაც რასაც დავაფარებთ, აი შეხედეთ ის ქვედები მე ხა გავწმინდე, აი ამას შეხედეთ როგორი მტვერი აქვს, ესენი გაწმინდეთ, გამორეცხეთ კარგად, რომ ისევ სუფთა გაუგეთოთ თავის ადგილზე და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ეს ყველაფერი ესენი ავაწყოთ, ქვემოდანაც ავაწყოთ და შემდეგ უკვე დაჰაერება იქნება ყველაზე მთავარი. მოვიდა დაჰაერების დრო. აწყობილია უკვე ყველაფერი და ეხლა წყლით უნდა შევავსოთ სისტემა. დავაჰაერებთ აი ამ ხელსაწყოს მეშვეობით, ვაკუუმით, მთლიანად რაც ჰაერი არის, ამოიტუნბება ძრავიდან და ჩავა მხოლოდ გამაგრილებელი სითხე. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია დავაფაროთ თავსაფარი და არანაირი პრობლემა არ ექნება დაქოქვის შემდეგ. თუმცა თქვენ შემთხვევაში, თუ თქვენ სახლის პირობებში აკეთებთ მსგავსი ტიპის რაღაცას, მაშინ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, არ არის ეს პრობლემული წყლის სისტემა, შეგიძლიათ ისე შეავსოთ, ჩართოთ მაღალ ტემპერატურაზე, მაქსიმალურ ტემპერატურაზე შიგნით ფეჩი, ასე რომ ვთქვათ, ხოლო ყველაზე დაბალ იმაზე დავაყენოთ, რა დაბერვა ყველაზე დაბალზე დავაყენოთ. უბრალოდ ტემპერატურა უნდა იყოს მაქსიმუმზე, რომ შეივსოს მთელი სისტემა შიგნითაც, ანუ წყლის სისტემა სალონში. ეხლა კომპრესორი შეიძლება ჩაერთოს, ხმაური იქნება, მაგრამ არ მიაქციოთ. ყურადღება მთავარი არის, აი ეს ეხლა ამოტუმბავს მთელ ჰაერს. და შემდეგ აი ეს მილები წყლის შეიკუნჩება მთლიანად რა. ეხლა დავიწყოთ. აი ახლა ნახეთ. აი აქ ხედავთ მაჩვენებელს, რომ ერთ დონეზე უკავია ვაკუუმი. და ამან არ უნდა დაიკლოს. როდესაც ერთ დონეზე უკავია, ნიშნავს იმას, რომ წყლის სისტემა არის ჰერმეტული. შეგიძლიათ დაელოდოთ 1 წუთი, ან 2 წუთი, რა ვიცი, რამდენი ხანიც გინდათ, მაგრამ საერთოდ როდესაც არ არის ჰერმეტული, მაშინ ეგრევე იწყებს ნელა უკან წამოსვლას. ამ შემთხვევაში ყველაფერი
ჩანს რომ ყველაფერი ნორმალურად არის, ამიტომ ნახეთ, ახლა გავაღებ ამ ქვედას და წამოიღებს მთლიანად წყალს და შეავსებს იმდენს, რამდენიც საჭიროა. აი, გავაღეთ და როგორც ხედავთ, მილში წამოვიდა. ივსება ახლა მთელი წყლის სისტემა. როგორც ხედავთ, აკლდება გამაგრილებელ სითხეს. გამაგრილებელი სითხე უკვე ეს თვითონ გაზავებული მოიტანა ამ მანქანის პატრონმა. არის ისეთებიც, აი მეორეც დევს აქ ასეთივე 5 ლიტრიანი გასაზავებელი, შეგიძლიათ გააზავოთ. ეს ახლა -35-ზე არის დაყენებული და აუცილებლად ჩაასხით იმ მანქანებში, იმ ძრავებში ის გამაგრილებელი სითხე, რომელსაც წარმოებელი გვეუბნება. ამ შემთხვევაში ეს ვარდისფერი რაც არის, მხოლოდ ფერზე არ არის, ასევე სხვადასხვა ტიპები არის, G12 არის ახლა ამისი. და ეს არის ვარდისფერი. BMW-ში ძველებში იყო ლურჯი, შემდეგ შეცვალეს და ფოსფორისფერი მწვანე არის. არ მახსოვს ახლა ზუსტად ნომერაცია. მოკლედ შეივსება ახლა წყლის სისტემა. ზეთიც უნდა ჩამოვასხა უცებ, ახალ ზეთს ჩავასხავ და შეგვიძლია პირველი სტარტიც გავაკეთოთ. მოკლედ მეგობრებო, დაიქოქა გოლფი. უპრობლემოდ, სამწუხაროდ ვერ გაჩვენეთ, რადგანაც პატრონი მოვიდა აქ, შემდეგ მოინდომა კარტერის შეცვლაც, რადგანაც ცოტას ჟონავდა ქვემოდან ვუთხარე რომ ჟონავს მეთქი, გადაწყვიტა რომ შემეცვალა ისიც, შევცვალე, იმ დღეს გაშრა, მეორე დღეს დავქოქე, დაიქოქა იდეალურად. არ მომეცა საშუალება რომ თქვენთვის მეჩვენებია, მაგრამ იმედია სიტყვაზე მენდობით რომ დაიქოქა. თუ ვინმეს, რა ვიცი, როგორც თქვი, ძალიან მარტივი იყო შეცვლა, მაგრამ მაინც დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ოდნავ მაინც გაიმარტივოთ კიდევ ისედაც მარტივი სამუშაო. მე კი დღეს ამით დაგემშვიდობებით, ყველას წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.